მშობლებო, განსაკუთრებით ჩემო ქართველებო მშობლებო და განსაკუთრებით ქართველო დედებო, თქვენთან მაქვს ერთი ძალიან დიდი თხოვნა. თქვენი ბავშვები, მით უმეტესაც პატარები ყავთ, მით უმეტეს თქვენი ბავშვების მომავალი ჯანმრთელობა ყველაფერი არის თქვენს ხელებში. და ძალიან გთხოვთ მთელი გულით და სულით თქვენს პატარებს, ატარებთ მაკდონალდსებში, აჭმევთ ჩიფსებს, გაზიან სასმელებს, დაალევინებთ და ამდაგვარ ნაგავ პროდუქციას მიაღებინებთ. რატომ? იმიტომ რომ ორგანიზმი მით უმეტეს ბავშვის ორგანიზმი არის ძალიან მარტივად მიმღები, კარგისიც და ცუდისიც, არის რომ შევადაროთ საძირკველი, სახლის საძირკველს გავს, მთელი მისი მომავალი და მთელი მისი ცხოვრება დამოკიდებულია როგორც საძირკველს ჩაყრის მისი მშობლები და განსაკუთრებით გვინდა არ გვინდა ყოველთვის არის დედებზე ძალიან დიდი წვლილი დამოკიდებული. ამიტომ ჩემო კარგებო, ამ ნაგვის ჭმევის მაგივრად ეცადეთ მაქსიმალურად შვილებს აჭამოთ ყველანაირად ჯანსაღი პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, თქვენ გავუკეთეთ ნაყინები, თქვენ გავუკეთეთ ნატურალური წვენები. ბავშვი ძალიან მარტივად არკვევს და სწავლობს რა არის კარგი და რა არის ცუდი, თუ მშობელი ყავს გათვითცნობიერებული ამ თემაში. ბავშვს არ აქვს ბრძოლის და წინააღმდეგობის განცდა, როცა კარგს აჭმევ და კარგს სწავლობს მარტივად. სუფთა ბუნება, სუფთა აზროვნება და ცოდვები არიან ბავშვები, რომლებიცაც ყავთ მშობლები, რომლებიც აზრზე არ არიან რა რითიკებონ და მერე დაყავთ საავადმყოფოებში, ბერავენ წამლებით და ათასნაირი პრობლემა იქმნება და ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში უკვე და საქართველოში განსაკუთრებით, იმიტომ პატარა ქვეყანა ვართ და კარგად ჩანს. ბავშვების წონის პრობლემა ამ არასწორი და ნაგავი საკვების ჭამით, დამსახურებით. ხო და ამ წონას მოყვება მერე ათასნაირი დაავადება და პრობლემა, იმიტომ რომ ბავშვის სხეული ბევრად რთულად იღებს ამ ნაგავს, ვერ ითვისებს და ათასი პრობლემა ექნება და მთელი ცხოვრება განწირულია, იყოს დაავადებული, პრობლემებს ებრძოლოს სულ ამ დაავადებებს და ამ წონას იმის დამსახურებით და იმის გამო, რომ მისმა მშობლებმა არ იცოდნენ როგორ ეკვებათ და როგორ ესწავლათ ყოფილიყო ჯანსაღი. ანუ თქვენ შვილებს 18 წლამდე მაინც შეგიძლიათ არჩევანის საშუალება მისცეთ და ასწავლოთ რომ ეს არის კარგი და რო გაიზრდება და ექნება ჯანმრთელი და ჯანსაღი, ყველაფერს თვითონ ისედაც გასინჯავს და თვითონ გადაწყვიტავს. და ეცოდინება რა არის კარგი და რა არის ცუდი, ოჯახს და მშობლებს ძალიან დიდი დანიშნულება და მიზანი აქვს. ამიტომ ისევ და ისევ ძალიან გთხოვთ ჩემო მშობლებო, განსაკუთრებით დედიკოებო